მოკლედ ვერ მოიწმინა გულმა, რომ ეს თქვენთვის არ მეთქვა, რომ ფუტკრებიც კი გჯობიან ჩვენ ადამიანებს და უმრავლეს ქართველ უმრავლესობას და აი ნახეთ, ეს არის გიგანტური რაღაცა კრაზანა, არ ვიცი რა ქვია ზუსტად, მაგრამ ეს გიგანტური კრაზანა ანადგურებს და ჭამს ფუტკრებს. და ვიდეო გექნებათ ნანახი, როგორც კი დაიჭერს ეს კრაზანა ფუტკარს, აი ჯერ ფუტკარის ჭამა რატო უნდა მოგინდეს, სხვა მწერები არ არიან, მაგრამ ეტყობა სპეციალურად გამოყვანილია იმისათვის, რომ ფუტკრები მოასპოს და ფუტკრებს დაეტაკება და ჭამს ეს კრაზანა, ხო და მერე რაც მოუვა ვიდეოში კარგად ჩანს. როგორც კი დაინახავენ ფუტკრები, რომ ფუტკარს შეუჭამს ეს კრაზანა, დაესევიან ამ კრაზანას, შემოეხვევიან, რაღაცა კი არ ჭამენ, წარმოგიდგენიათ რა მაგრები არიან ეს ფუტკრები. ანუ ყველაზე ძლიერი რაც კი შექმნილა ამ დედამიწაზე არის მე მგონი ფუტკარი, იმიტომ რომ ნახე რას აკეთებს. კი არ კლავს და კვენს. ტემპერატურას აუწევს, ისეთ ტემპერატურას შექმნიან, რომ კრაზანა სიცხეში კვდება. ტემპერატურას ვერ უძლებს და კვდება. აი ესეთი რაღაცა, ხო? მე არ ვიცი. აი ეს არის საოცრება, ჩემთვის არის ყველაზე დიდი აღმოჩენა ის, რომ ფუტკარი ხმლის გარეშე კლავს რაღაცას რა, ანუ ანადგურებს, რომელი არსებაც ვერ უძლებს სიცხეს და ტემპერატურას, აი ის თავის თავს თვითონ კლავს და გამოდის რომ რომელი ლეგენდის თანახმადაც ამირანს ხომ მისცემს ღმერთი ხანჯალს და ეტყვის, რომ ეს გამოიყენე მაშინ, როცა მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო იქნება, ხო? და ამირანს არ აქვს უფლება ამ ხანჯლით ვინმეს დაესხას თავს, მაგრამ ამირანს აქვს უფლება, რომ ვინმე თუ დაესხა თავს, ეს ხანჯალი გამოიყენოს. აი ამ პრინციპით მუშაობდნენ და ომობდნენ ჩვენი წინაპრები მეფეები. სხვათა შორის იყვნენ ისეთი მეფეებიც, რომლებიც ამ პრინციპით არ აკეთებდნენ, არამედ აკეთებდნენ თავდასხმის პრინციპით და მერე ცუდად წაუვიდა ყველა საქმე, იმიტომ რომ ქართველს არ შეშვენის ეს არის ამირანის თქმულება და ამირანის თქმულება საქართველოსია მორგებული. არ შეშვენის ის, რომ სხვას დაესხა თავს, არამედ შეგვეშველის ის, რომ თუ დაგესხნენ თავს, თავი დაიცვა. ამ შემთხვევაში ღმერთის შენ გვერდით დგას. მაგრამ თუ შენ სხვას დაესხმები თავს, ნუ რას უკაცრავად, თუ თავსაც წაგაცლიან და მერე მიწებსაც წაგართმევენ. ასე რომ ჩემო კარგებო, ეს საკითხი არის, ეხლა ვიღაცა იტყვის, აი დავით აღმაშენებელმა ესეთ, დავით აღმაშენებელი არ დაესხა სხვა ტერიტორიებს, დავით აღმაშენებელმა დაიბრუნა თავისი ტერიტორიები, აქედან გამომდინარე, ეს არ ითვლებოდა თავდასხმად, არამედ ეს ითვლებოდა უბრალოდ იმ მტაცებლის, რომელიც დაგესხა თავს და შენ დაგაბეჭავა, იმის წინააღმდეგ ხმლის აღმართვად. მაგრამ აი სულ სხვანაირად გააკეთა თამარ მეფემ, მაგრამ არც თუ თამარ მეფემ გააკეთა, თამარ მეფის მეფობის დროს ერთი შეცდომა მოხდა, რომელ შეცდომამაც მერე საქართველოს ბედი სრულიად შეცვალა. ეს იყო, როდესაც ზაქარია მხარგრძელი და დავით სოსლანი თამარს არც კი დაესხმებიან ქალაქს თავს, რომელიც არ ეკუთვნოდა საქართველოს. აი აქ მოხდა დიდი შეცდომა, რომელიც გააოხრების შემდეგაც თამარ მეფეს მიართმევენ ხახულის დროშას და ამ ხახულის დროშას კი არა დროშას და ამ დროშას მერე ხახულის მონასტერს შეწირავს თამარი. აი ამ საკითხი ძალიან გაბრაზდება ჯერ ერთის და განრისხდება თამარი, რომ მის დაუკითხავად გადაწყვიტეს. აი ამ ორმა ძალიან მაგარმა მებრძოლმა რაღაცა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ უკუღმა დაუტრიალდათ საქმე. ასე რომ თუ არ კითხავთ იმ ადამიანს, ვისაც ესმის საკითხები და გადაწყვეტ თქვენი ნებით და თქვენი თავნებით, მაშინ რა თქმა უნდა ბორბალი უკუღმა ტრიალდება და როდესაც ბორბალი უკუღმა ტრიალდება, თავზე დაგე მხობა. ასე რომ კარგად იყავით მეგობრებო.